ჩვენ განვიხილეთ გამოფენის მოწყობის პროექტები. ეხლა მე მინდა გადავიდე კულტურულ პროექტების სასცენო ფორმებზე. სასცენო ხელოვნების პროექტები შეიძლება იყოს შემდეგი: ტრადიციული სპექტაკლი, პანტომიმა, მონოდრამა, ეს არის ერთი მსახიობის თეატრი, მუსიკალური სპექტაკლები, ესეთი როგორიცაა ოპერა, ოპერეტა, მიუზიკლი და საცეკვაო სპექტაკლები, ბალეტი, თანამედროვე ცეკვა და ფოლკლორული სპექტაკლი. ასევე არსებობს სხვა სასცენო კულტურული ღონისძიებები, რომლებიც შეიძლება იყვნენ განხორციელებულები პროექტის სახით. ეს არ არის პროგრამა მხოლოდ გარკვეული ხელოვნების ერთი სახეობისა. მათ შეიძლება მიეკუთვნებოდეს მაგალითად სადღესასწაულო, საიუბილეო საღამოები, საგანმანათლებლო საღამოები ან პროგრამები, საკონკურსო პროგრამები, კონტაქტური პროგრამები მაყურებლის მონაწილეობით, გასართობი კომერციული პროგრამები, კაპუსნიკები, საესტრადო საღამოებები, კონცერტები, რევიუ და სხვადასხვა ტიპის შოუები. მოდით მაგალითისთვის განვიხილოთ სპექტაკლის დადგმა თეატრში. სანამ ჩვენ დავიწყებთ ამაზე ლაპარაკს, უნდა გავეცნოთ თეატრის საორგანიზაციო სტრუქტურას, რომელიც გამოიყურება შემდეგნაირად. ეს არის შემოქმედებითი სექტორი, ტექნიკური სექტორი და ადმინისტრაციული სექტორი. შემოქმედებითი სექტორი ეს არის ახალი იდეების მატარებელი თეატრალურ საქმიანობაში. ეს არის თეატრის მხატვრული ხელმძღვანელობა, სარეპერტუარო პოლიტიკა, მსახიობების მუშაობა. ტექნიკური სექტორი ახორციელებს ტექნიკურ მომზადებას დადგმისათვის. ეს არის დეკორაციების მომზადება, რეკვიზიტის გაკეთება, განათება, ხმა და სხვა მექანიკური სამუშაოები. ადმინისტრაციული სექტორის მუშაობა წარმოადგენს ბუღალტერიულ სამუშაოებს, კომერციულ სამუშაოებს, საქმწარმოებას, არქივს, საინფორმაციო სარეკლამო საქმიანობას. სპექტაკლის შექმნა თავისი არსით არის საპროექტო საქმიანობა. დროის პერიოდი, რომელიც გრძელდება დადგმის იდეის ჩამოყალიბებიდან მის რეალიზაციამდე, პრემიერამდე, არის საწარმო ციკლი თეატრალური საქმიანობის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის პროექტის სასიცოცხლო ციკლი. სპექტაკლის დადგმის ციკლი ან პროექტის სასიცოცხლო ციკლი შედგება შემდეგი ეტაპებისაგან. ეს არის პირველ რიგში ნაწარმოების შერჩევა და რეჟისორთან ხელშეკრულების გაფორმება. მეორე ეტაპია მომზადება დადგმისათვის. ეს არის კონცეფციის შემუშავება, მსახიობების შერჩევა და როლების განაწილება, კოსტუმებზე და დეკორაციებზე მუშაობა, მუსიკალური გაფორმება, სამუშაოების გეგმის შედგენა და ამ სამუშაოების ვადების დადგენა. ამ ორი ეტაპის გავლის მერე ჩვენ გადავდივართ დადგმაზე მუშაობაზე.
აქ ჩვენ ვმუშაობთ კოსტუმების ესკიზებზე და დეკორაციებზე, რომელიც აუცილებლად უნდა ეთანხმებოდეს იმ კონცეფციას, რომელიც იყო შემუშავებული ადრე და უნდა აუცილებლად იყოს შეთანხმებული რეჟისორთან. იწყება მუშაობა პიესაზე, ანუ პიესის კითხვა, პიესის გაანალიზება პიესის მოქმედ პირების და მისი საერთოდ ძირითადი კონცეფციის და აზრის. ამ დროს მიდის მუშაობა მიზანსცენებზე და ასევე მუსიკალურ და გახმოვანების გაფორმებაზე. ამ ეტაპზე მსახიობები გადიან რეპეტიებს და შედიან როლებში. ამის მერე იწყება დასკვნითი სტადია, ანუ დასასრულის სტადია, სადაც ხდება შერწყმა შემოქმედებითი და ტექნიკური ასპექტების. გავლილი და დამუშავებული მიზანსცენები ერთიანდება ერთ მთლიანობაში. როდესაც როლები არის უკვე დამუშავებული, კოსტუმები გამზადებულები, დეკორაციები გაკეთებული და მიზანსცენები შესწავლილი, აქ უკვე ხდება გაერთიანება ამის ყველაფრის ერთ მთლიანობაში, ანუ ერთ ფორმაში და ინიშნება გენერალური რეპეტიცია. გენერალური რეპეტიციის დროს ისმევა ბოლო შტრიხები და კეთდება შესაბამისი აქცენტები. პრაქტიკულად სპექტაკლი არის მზად იმისთვის, რომ იყოს ნაჩვენები მაყურებლისთვის. ამავდროულად პარალელურად დგება მარკეტინგული გეგმა. რა არის მარკეტინგული გეგმა? ეს არის ინფორმაციის მომზადება, სარეკლამო მასალების მომზადება, აფიშები, პროგრამები, განცხადებები პრესაში და მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში, სატელევიზიო კლიპები, ანუ კეთდება სპექტაკლის ყველანაირი რეკლამა. ამის საშუალებით ჩვენ ვცდილობთ მოვიზიდოთ მაქსიმალურად პოტენციური მაყურებელი სპექტაკლზე დასწრებისათვის. ბანერები, აფიშები ჩამოკიდებულია, სარეკლამო კამპანია აგრძელებს თავის მუშაობას, იწყება ბილეთების გაყიდვა პრემიერაზე და დგება სპექტაკლის პრემიერა. პრემიერა შედგა, მაგრამ ამის მერე არ თავდება პროექტზე მუშაობა, იწყება ანალიტიკური განხილვა იმ სამუშაოების, რომელიც იყო გაწეული და იმ მომენტების, რომელიც თქვათ მოხდა პრემიერის დროს. ეს არის კრიტიკის შეფასება, მაყურებლის გამოხმაურების შესწავლა, გაგრძელება მარკეტინგული სამუშაოების ახალი მაყურებლის პოტენციური მაყურებლის მოზიდვისათვის. ეს არის ის პროცესი, რომელსაც გადის ნებისმიერი ახალი სპექტაკლის პროექტი. მაგალითისთვის მინდა მოვიყვანო ესეთი სპექტაკლი ანტიგონე, ანუის მიხედვით. ამ სპექტაკლის რეჟისორი არის ნანა ჯანელიძე. მთავარ როლს, ანტიგონეს როლს ასრულებს ნანუკა ხუსკივაძე. ეს პროექტი იყო რეგიონალური. ანუ გარდა ქართული მსახიობისა და რეჟისორის, აქ მონაწილეობდნენ სომხებიც და აზერბაიჯანელებიც. სომხების მხრიდან მონაწილეობდა
კოსტუმების და დეკორაციების დიზაინერი. მოძრაობაში მოწვეული იყო აზერბაიჯანელი ქორეოგრაფი. ეს ამ საერთაშორისო რეგიონალურ პროექტს ჰქონდა დიდი წარმატება. ის თავისი გასტროლით გაემგზავრა როგორც ერევანში, ასევე ბაქოში. კიდევ ერთი პროექტი ბენიამინი. ეს პროექტი განხორციელდა თბილისში, რუსთაველის თეატრში, ექსპერიმენტალურ სცენაზე და ისევ იყო ნაწილობრივად საერთაშორისო. იმიტომ რომ იყო გამოყენებული პოლონური დრამატურგის პანჩოხას პიესა სახელად ბენიამინი. რეჟისორი ამ სპექტაკლის იყო ირაკლი გოგია. ამ პროექტს მოყვა არა მხოლოდ თვითონ სპექტაკლის დადგმა, ასევე პიესის გამოშვება ქართულ ენაზე. ანუ გაკეთდა თარგმანი და პიესა არსებობს ქართულ ენაზე. მუსიკალური სპექტაკლებიდან, ანუ მიუზიკლებიდან, მინდა გამოვყო ესეთი როგორც Lion King. ეს არის ძალიან ცნობილი მიუზიკლი და ეს მიუზიკლი არის ატარებს კულტურული ინდუსტრიის ხასიათს. თვითონ მიუზიკლი გაკეთებულია ძალიან კარგად და ლამაზად. ამ მიუზიკლმა მოიარა მთელი მსოფლიო. კოპირაიტი იყო ნაყიდი როგორც ინგლისით, ასევე სხვა ქვეყნებით. არაჩვეულებრივი კოსტუმები, არაჩვეულებრივი სიმღერები, არაჩვეულებრივი მუსიკა, განათება, ეს ყველაფერი გააკეთა ის, რომ ეს მიუზიკლი პრაქტიკულად უკვე რამდენიმე წელია არ ჩადის სცენიდან. მინდა მოგიყვანოთ ასევე საბალეტო პროექტის ნიმუში. ეს არის გედების ტბა. ეს გედების ტბა, ამ გედების ტბას აქვს ძალიან საინტერესო კონცეფცია. თვითონ ბალეტი გაკეთებული არის ისე, რომ მან მონაწილეობენ ძირითადად მოცეკვავეები, მამაკაცები და გაფორმება და თვითონ კონცეფცია სპექტაკლის არის ძალიან თავისებური. აი კიდევ რამოდენიმე სცენა ამ გედების ტბიდან. ეს არის ბუკლეტი, რომელიც გამოშვებული იყო ამ სპექტაკლისთვის. აი ბუკლეტის მეორე მხარე. მასშტაბზე ჩვენ განვიხილეთ სცენო პროექტების სხვილ ფორმას თეატრალური სპექტაკლის მაგალითზე. მაგრამ ჩვენ როგორ თქვით, არსებობს სადღესასწაულო საღამოებები, რომლებიც არიან მიწყვნილი თქვათ რომელიმე მსახიობისთვის ან რომელიმე მომღერალისთვის. ასე შეიძლება იყოს საგანმანათლებლო საღამოებები, სადაც თქვათ რომელიმე მსახიობი ყვება თავის ბიოგრაფიას, თავის შემოქმედებით გზას, საკონკურსო პროგრამები, შეიძლება იყოს გასართობი კომერციული ღონისძიებები, მაგალითად ყველასთვის ცნობილი ძალიან კარგად იუმორინა საქართველოში, კონცერტები, საესტრადო მუსიკის, კლასიკური მუსიკის კონცერტები და პრინციპში ყველა ეს ღონისძიება
ხორციელდება იმ სქემით, რომელიც ჩვენ განვიხილეთ სპექტაკლის პროექტის შესრულებისთვის.